სხდომას ესწრება 217 დეპუტატი, რომელსაც გაიარეს რეგისტრაცია. 25 დეპუტატი ჯერჯერობით სხდომას არ ესწრება. სესია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას. სანამ სხდომას დავიწყებდეთ, ფეხი ადგომით პატივი ვიცეთ 1999 წლის 9 აპრილს აქ მთავრობის სახლის წინ დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას. სანამ მოხსენებას დავიწყებდი, უნდა მოგახსენოთ, რომ დღეს აპრილს მოხდა ღირსშესანიშნავი დამთხვევა გარდამავალი საეკლესიო დღესასწაულისა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღისა, რომელიც დღესასწაულება აღდგომის შემდგომ სამშაბათს, ესე იგი ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ყოველ წელიწადს. წელს ეს დღე დაემთხვა 9 აპრილს. ამ მიზეზით უწმინდესი დაუნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია მეორე ვერ ესწრება ჩვენს წესიას, ვინაიდან ატარებს წირვას წმინდა სამთავროს მონასტერში. მაგრამ თავისი დამოკიდებულება დღევანდელი საგანგებო სესიისადმი მან დააბარა მამა არჩილს, რომელიც შემდგომში გამოვა და მოგახსენებთ. ამჟამად ვიწყებთ მოხსენებას დღევანდელი დღის პრობლემებთან დაკავშირებით. პატივცემულო დეპუტატები, პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო საზოგადოება. დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ჩვენი ერის, ჩვენი რესპუბლიკის მომავალ ბედზე მის იურიდიულ სამართლებრივ სტატუსზე. ჩვენ უნდა შევაჯამოთ ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით და გადავწყვეტოთ თუ რა გზას დავადგეთ მომავალ და დღევანდელ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაპოვარი. ვიდრე უშუალოდ დღევანდელი დღის პოლიტიკურ და სამართლებრივ პრობლემებზე გადავიდოდეთ, გავაკეთებთ მცირეოდენ ისტორიულ ექსკურსს, შეგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილ ისტორიულ ფაქტებს, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ დღევანდელობისათვის. როგორც ცნობილია, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და შექმნა დემოკრატიული რესპუბლიკა. ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც თურქეთთან გამწვავებულმა ურთიერთობამ კრიზისის წინაშე დააყენა, იმავე დღეს დაიშალა. ეროვნული საბჭო ჯერ კიდევ 1917 წლის ნოემბერში აირჩია საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომელშიც ნათქვამი იყო პირველი. ამიერიდან საქართველოს ხალხის სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველოს სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მეორე, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა. მესამე, საერთაშორისო ომიანობაში საქართველოს მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა. მეოთხე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველ ყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. მეხუთე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განავითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნულ საბჭოს დაეკისრა საკანონმდებლო სახელმწიფო ორგანოს ფუნქციაც, შეიქმნა კოალიციური მთავრობა.
1919 წლის მარტში ეროვნული საბჭო შეცვალა დამფუძნებელმა კრებამ, რომლის არჩევნებში მონაწილეობდა ამ მომრჩეველთა 60%-ზე მეტი. დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება. ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას დიდი აღტაცებით შეხვდა ქართველი ხალხი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას ჰქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა ატრიბუტი და მისი მთავრობა ძიმე საშინაო და საგარეო ვითარების მიუხედავად თავის ფუნქციებს ასრულებდა. ამ მთავრობის მიერ განხორციელებული აქციებიდან უპირველესად უნდა აღინიშნოს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების დადგენა, საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადება, სკოლისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების გაეროვნულება, ეროვნულ უმცირესობათათვის სკოლების გახსნა, მათი ენების პატივისცემა. გადარდა სასამართლო რეფორმა, შეიქმნა სახალხო გვარდია და რეგულარული არმია, ჩამოყალიბდა ერობები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, პროფკავშირები, განხორციელდა ზოგიერთი ღონისძიება მუშათა ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მკვეთრად გაიზარდა სკოლების რაოდენობა, მემამულეებისთვის ჩამორთმეული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი გლეხებს მიეყიდა. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ორიენტაცია საგარეო პოლიტიკის სფეროში იმჟამად გერმანიისაკენ იხრებოდა. რაც კონკრეტული ვითარების გარდაუვალობით იყო ნაკარნახევი. ამას კი საბჭოთა რუსეთის მხრივ მწვავე რეაქცია მოჰყვა. ლენინი ამ მოვლენას გერმანიის მიერ საქართველოს სრულ დაპყრობასა და ოკუპაციასაც კი უწოდებდა. მაგრამ გერმანელებმა მალე დატოვეს საქართველო. 1918 წლის დამლევს საქართველოში ინგლისის ჯარები მოვიდნენ. როგორც გერმანელებს, ისე ინგლისელებს საქართველოს მიმართ თავისთავად ცხადია საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდა. მაგრამ ეს არ იყო ოკუპაცია დაპყრობის გაგებით, ვინაიდან არც გერმანიას, არც ინგლისს საქართველოს დამოუკიდებლობა არ გაუუქმებიათ. საქართველოს მთავრობას არ შეუწყვეტია პოლიტიკური თუ დიპლომატიური ბრძოლა ინგლისის ოკუპაციასთან მისი ნაწილის აჭარის განთავისუფლებისათვის. გასვლის წინ 1920 წლის ზაფხულში ინგლისელებმა ბათუმი და მისი ოლქი საქართველოს გადასცეს, დაუბრუნეს. თუმცა ზოგი მოსაზრებით სწორედ ამან გაუხსნა ხელი საბჭოთა რუსეთის მომავალ ანექსიას ჩვენი რესპუბლიკისას. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას თავიდანვე უარყოფითად შეხვდა საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობა. ეს კარგად ჩანს ჩიჩერინისა და მისი მოადგილის ყარახანის განცხადებით. ჩვენ არ აგვიღია ვალდებულება გვეცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩიჩერინი. საბჭოთა სახალხო კომისარიატი არ ცნობს არც საქართველოს დამოუკიდებლობას, არც საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელს, არც საქართველოს მთავრობას, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება მიიჩნევს რუსეთის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეთა ჯგუფად, ყარახანი. ასეთი პოზიციის მიუხედავად 1918 წლის 18 ივლისს მომხდარი მემარცხენე ესერების ამბოხების გამო სერიოზულად გართულებულ საერთაშორისო მდგომარეობის გავლენით საბჭოთა რუსეთის მთავრობამ თანხმობა განაცხადა არაპირდაპირ ეცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1918 წლის 27 აგვისტოს რუსეთ-გერმანიის დამატებითი ხელშეკრულების მე-13 მუხლით საბჭოთა რუსეთი ეთანხმებოდა იმას, რომ გერმანია საქართველოს ცნობს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ორგანიზმად. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური და იურიდიული ინსტიტუტების სტაბილურობის მიუხედავად ამ პერიოდში არა მარტო რუსეთი, არამედ დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. დასავლეთის სახელმწიფოები საქართველოს საკითხს რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში განიხილავდნენ. მათ არ სურდათ რუსეთთან დამოუკიდებლობის გართულება საქართველოს გამო. პარიზის საზავო კონფერენციამ ამ მოტივით შეიკავა თავი, მიეღო რაიმე გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ. გამონაკლისს შეადგენდა არგენტინა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცნო 1919 წლის 13 სექტემბერს. მდგომარეობა არსებითად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა თვით საბჭოთა რუსეთმა აღიარა დე იურე. ეს აღიარება, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას მოჰყვა, აღორძინებული ქართული სახელმწიფოს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენად იქცა. 1920 წლის დამდეგისათვის წითელმა არმიამ დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს მოადგა. ხარის გასაბჭოების პერსპექტივა რეალური გახდა. საბჭოთა მთავრობას ჯერ კიდევ 1917 წლის დამლევს მიაჩნდა შესაძლებლად საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება ამიერკავკასიაში. სწორედ ამ მიზნით მიავლინეს კავკასიაში საგანგებო კომისრად შაუმიანი. 1920 წლის 17 მარტს ლენინი ორჯონიკიძეს დეპეში თავუწყებდა. ბაქოს აღება ჩვენთვის უაღრესად საჭიროა. მთელი ღონისძიებანი აქეთ წარმართეთ. ამასთან აუცილებელია განცხადებაში უაღრესი დიპლომატიურობა გამოიჩინოთ და მაქსიმალურად დარწმუნდეთ მტკიცე ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების მომზადებაში. იგივე ეხება საქართველოს, თუმცა გირჩევთ მას კიდევ უფრო ფრთხილად მოეპყროთ
ჯარების გაყვანაზე შეუთანხმდით მთავარ სარდალს ლენინი. 1920 წლის აპრილის დამლევს საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა აზერბაიჯანში. მე-11 არმიის ხელმძღვანელობამ მაშინვე დაამყარა საქართველოში შეჭრის საკითხი. სწორედ ამ დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკება საბჭოთა რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების თაობაზე. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა იმედოვნებდა, რომ ხელშეკრულება დაიცავდა საქართველოს წითელი არმიის შემოტევისაგან. იგი ხელსაყრელი იყო საბჭოთა მხარისთვისაც, რომელიც იმ დროს პოლონეთისა და გენერალ ვრანგელის თეთრგვარდიელი არმიების იერიშებს იგერიებდა. საზავო ხელშეკრულების შესაძლებლობას აძლევდა საბჭოთა რუსეთს მთელი ძალები მიემართა პოლონეთისა და ვრანგელის წინააღმდეგ. საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება შემუშავდა და ძალაში შევიდა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით. ლენინი ამ ხელშეკრულებას ახასიათებდა როგორც მეგობრობის ხელშეკრულებას. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კარახანმა, რომელსაც ლენინის მიერ მიცემული რწმენება ჰქონდა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრმა ურატაძემ. მხარეთა შეთანხმებით იგი სავალდებულო ხდებოდა ხელმოწერისთანავე. საგანგებო რატიფიკაციის გარეშე ხელშეკრულების საერთაშორისო სამართლებრივ ნამდვილობაში არასოდეს ეჭვი არ შეუტანიათ არც საქართველოსა და არც საბჭოთა რუსეთის კომპეტენტურ ორგანოებს. საბჭოთა რუსეთმა, რომელიც ერთა თავისუფალი თვითგამორკვევის პრინციპით ხელმძღვანელობდა, ამ ხელშეკრულებით ყოველგვარი პირობის გარეშე ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. მუხლი პირველი. საბჭოთა რუსეთი ვალდებულებას კი სრულობდა არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო საქმეებში. მუხლი მეორე. ორივე მხარე კი სრულობდა ვალდებულებას არ დაეშვა თავიანთ ტერიტორიებზე მეორე მხარისადმი მტრულად განწყობილი ორგანიზაციებისა და შეიარაღებული ძალების მოქმედება. მუხლები მეხუთე მეექვსე. ხელშეკრულებას ერთვოდა განსაკუთრებული საიდუმლო დამატება, რომლის ძალით საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციებს ლეგალური მუშაობის, კერძოდ კომუნისტური პროგრამის საჯარო პროპაგანდის კრებების მოწვევისა და საგამომცემლო საქმიანობის უფლება ეძლეოდათ. ამრიგად 1920 წლის ხელშეკრულება რუსეთის ყოფილი იმპერიის ხალხთა თანასწორუფლებიანობის ლენინური პრინციპების დადასტურებას წარმოადგენდა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი აქტი, რომელიც განამტკიცებდა საქართველოს დამოუკიდებლობის სამართლებრივ სტატუსს საერთაშორისო მასშტაბით. საფუძველს უყრიდა ახალ თანასწორუფლებიან ურთიერთობას ქართველ და რუს ხალხებს შორის. ხელშეკრულება უდაოდ ხელს უწყობდა ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის გაზრდას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი ევროპის საზოგადოებრივი აზრის პოზიტიური დამოკიდებულება განამტკიცა მეორე ინტერნაციონალის ბელადების ვიზიტმაც, რომელიც 1920 წლის შემოდგომაზე ეწვიეს საქართველოს, რათა პირადად გასცნობოდნენ მსოფლიოში პირველი სოციალ-დემოკრატიული დამოუკიდებელი მთავრობის პრაქტიკულ საქმიანობას. ამის შედეგი ის იყო, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცნეს გერმანიამ 1920 წლის 24 სექტემბერი, ბელგიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, იტალიამ, იაპონიამ 1921 წლის 27 იანვარი, პოლონეთმა 1921 წლის 28 იანვარი, ავსტრიამ 1921 წლის 17 თებერვალი, რუმინეთმა 1921 წლის 18 თებერვალი, ლუქსემბურგმა 1921 წლის 23 თებერვალი, მექსიკამ 1921 წლის 14 აპრილი და სხვა. ამგვარად უცხო ქვეყნების მიერ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სრული ცნობა საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც გრძელდებოდა. მაგრამ ევროპის დიდი ქვეყნების განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის მმართველი წრეები უკვე სამოქალაქო ომში გამარჯვებულ რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკური შერბილებას აძლევდნენ უპირატესობას და ამიტომ საქართველოს რესპუბლიკის პრობლემებს ოფიციალურად რუსეთის საშინაო საქმედ აღიარებდნენ. ისინი კარგად ხედავდნენ, რომ საბჭოთა რუსეთი საბოლოოდ ვერ შეურიგდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ამ ორ ქვეყანას შორის ომი გარდაუვალი ჩანდა. ევროპის ქვეყნები საქართველოსადმი რეალურ დახმარებას უპერსპექტივოდ თვლიდნენ. ეს აგრეთვე ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთა ლიგაში არ მიიღეს. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო საქართველოს მიმართ საბჭოთა რუსეთის პოლიტიკის გააქტიურებას. საქართველოში საბჭოთა რუსეთის პირველივე ელჩობა, რომელსაც კიროვი ხელმძღვანელობდა, მიზნად ისახავდა, რომ თვით საქართველოში შეემზადებინა ნიადაგი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დასამხობად. აქ მთავარი როლი განეკუთვნებოდა საქართველოს კომუნისტურ პარტიას, რომელსაც მოღვაწეობის ფართო ასპარეზი გაუხსნა 1920 წლის მაისის ხელშეკრულებამ. მაგრამ ბოლშევიკთა გავლენა ქართულ ხალხზე იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მათ ვერ შეძლეს მისი უმრავლესობის დარწმუნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დამხობისა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების აუცილებლობაში. მიუხედავად ამისა, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო და მე-11 წითელი არმიის ხელმძღვანელობა ცდილობდნენ დაუყოვნებლივ დაემყარებინათ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება. ისინი არ ითვალისწინებდნენ არც საერთაშორისო ვითარებას, არც საკუთრივ საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას და რაც მთავარია, არც იმას, რომ საბჭოთა რუსეთმა ოფიციალურად ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. წითელი არმია
საქართველოს გასაბჭოებას შეეცადა აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე. 1920 წლის მაისში იგი შემოიჭრა კიდეც საქართველოს ტერიტორიაზე. პირველი ცდა წარუმატებლად დამთავრდა. შემდგომი ცდები აღიკვეთა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით. 1920 წლის 4 მაისს ლენინი, სტალინი ატყობინებდნენ ორჯონიკიძეს. ცენტრალური კომიტეტი გავალებთ გამოიყვანოთ ნაწილები საქართველოს ფარგლებიდან საზღვარზე და თავი შეიკავოთ საქართველოს შეტევისგან. თბილისთან მოლაპარაკების შემდეგ ცხადია, რომ საქართველოსთან ზავი გამორიცხული არ არის. ცენტრალური კომიტეტის კავ ბიურომ საქართველოს გასაბჭოება კვლავ შესაძლებლად მიიჩნია სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. 15 დეკემბერს ორჯონიკიძემ ლენინს შეატყობინა. გადავწყვიტეთ წითელმა არმიამ საქართველოს საზღვარი ხვალვე გადალახოსო. იმავე დროს ლენინმა და ტროცკიმ ორჯონიკიძეს აცნობეს. ეს ძირეულად ეწინააღმდეგება ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებას. შეიძლება დამღუპველი შედეგები მოხდეს. ცენტრალური კომიტეტი არავითარ შემთხვევაში არ დაართავს ნებას. კატეგორიულად მოვითხოვთ გადაწყვეტილების შესრულების შეჩერებას და გაუქმებას. როგორც ხედავთ, საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობა მაშინ მიზანშეუწონლად მიიჩნევდა საქართველოს გასაბჭოებას, რადგან ამას შეიძლებოდა საერთაშორისო გართულება მოჰყოლოდა. 1921 წლის 2 იანვარს ორჯონიკიძე და კიროვი კავბიუროს სახელი ცენტრალური კომიტეტისადმი წარდგენილ მოხსენებით ბარათში კვლავ ასაბუთებდნენ საქართველოს დაუყოვნებლივი გასაბჭოების აუცილებლობას. საქართველოს აცხადებდნენ ისინი გადაიქცა ამიერკავკასიის კონტრრევოლუციის ბაზად და დახმარებას უწევს საბჭოთა რესპუბლიკების ყველა მტრულ ძალას. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის 1921 წლის 21 იანვრის პლენუმმა განიხილა ეს მოხსენებითი ბარათი და კვლავ ნაადრევად მიიჩნია წითელი არმიის მეშვეობით საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება. საქართველოს გასაბჭოებას დაჟინებით მოითხოვდა მე-11 არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭო. მე-11 არმიის სარდალმა ჰეკერმა ჯერ კიდევ 1920 წლის 18 დეკემბერს კავკასიის ფრონტის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს წარუდგინა მოხსენება, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო მოსაზრება თუ რა პირობებში უნდა მომხდარიყო საქართველოში შეჭრა. დოკუმენტში აღიარებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად არის განწყობილი წითელი არმიის მიმართ. ჰეკერი წერდა, საქართველოზე თავდასხმა და თბილისის შეტევა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი მომზადების შემდეგ, რათა სასწრაფოდ მოუთავოთ ხელი თბილისის ხალხს. მისი აზრით, მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭო მიიღებს იმის რეალურ გარანტიებს, რომ ქიაზიმ ყარაბექირის ჯარები ჩვენს მიმართ მეგობრულად განეწყობიან, საქართველოს და უპირველეს ყოვლისა თბილისის ოკუპაციის პრობლემა უფრო რეალური გახდება. 1921 წლის დამდეგს საბჭოთა რუსეთისათვის შექმნილ ხელსაყრელ საერთაშორისო ვითარებაში თეთრპოლონელთა და ვრანგელის არმიების განადგურება, დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულების მომზადება და სხვა შემუშავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დამხობისა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გეგმა. ეს გეგმა წითელ არმიას საკუთარი ძალით უნდა განეხორციელებინა, რადგან 1920 წლის ზაფხულიდან საქართველოში აჯანყებები აღარ ხდებოდა. საქართველოს მთავრობას უჭირს, მაგრამ ქვეყნის შიგნით არ არსებობენ ძალები, რომელთაც შეეძლოთ მისი დამხობა. აღნიშნავდა რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში შეინმანი. წითელი არმიის მიერ ამიერკავკასიის, კერძოდ საქართველოს გასაბჭოება ანტანტის წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთის ბრძოლასა და სოციალისტური რევოლუციის ინტერესებს უკავშირდებოდა. მიაჩნდათ, რომ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, მის წიაღისეულ სიმდიდრეებს უნიშნელოვან სტრატეგიულ და ეკონომიკურ გზებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ კავკასიაში საბჭოთა რუსეთის პოზიციების განმტკიცებისათვის. წითელი არმიის მიერ საქართველოს გასაბჭოება გარესამყაროს მის დაპყრობად რომ არ აღიქვა, საჭირო გახდა საქართველოსთან ომის დაწყების საბაბის მოძებნა. საამისო მუშაობა ადრევე დაიწყო. საქართველოში საბჭოთა რუსეთის საელჩო გულმოდგინედ აფიქსირებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის ვითომდაც ფაქტებს და ტენდენციურ შეფასებას აძლევდა მათ. 1920 წლის 7 მაისს ხელშეკრულებას მეტნაკლებად ორივე მხარე არღვევდა, თუმცა ეს არც ერთ მხარეს არ აძლევდა ომის დაწყების არც უფლებასა და არც საბაბს. საბჭოთა რუსეთმა კი უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ნორმები და მის მიერ იურიდიულად აღიარებულ დამოუკიდებელ საქართველოს მიმართ ძალისმიერი აქციის განხორციელებას შეუდგა. 1921 წლის 24 იანვარს სტალინი ცენტრალური კომიტეტის წევრებს წერდა: წინადადებას გაძლევთ მოიწონოთ ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხზე და მისცეთ რესპუბლიკის სამხედრო რევოლუციური საბჭოს დირექტივა, რომ საჭიროა მყისვე შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას კავკასიაში იმ საკითხის გადასაწყვეტად, თუ რა წესით განხორციელდეს სამხედრო ჩარევა. ამავე დროს მიეცეს დირექტივა ამხანაგ ორჯონიკიძეს, რომ საჭიროა აჯანყებულთა გამოსვლების მომზადება საქართველოს გარკვეულ რაიონებში. ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა სტალინის წინადადებას მხარი დაუჭირა. 1921 წლის 28 იანვარს სტალინი ორჯონიკიძეს აცნობებდა. ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გაწიოს მოსამზადებელი სამუშაოები იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია.
გადაწყვეტა აგრეთვე შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის ფრონტს ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე. იმაზე თუ რა ძალები დაგჭირდება კიდევ რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველოს. თორემ ტროცკი ირწმუნება თქვენს ფრონტზე ჩვენ ერთობ სუსტნი ვართო, აუცილებლად ჩვენს სახელზე გამოგზავნეთ ცნობა, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ სრული გამარჯვების იმედი ძალთა არსებული რაოდენობით. თუ უნდა დავიწყოთ მაშინ, როცა ხელმოწერილი გვექნება ინგლისთან ხელშეკრულება, რაც მოხდება დაახლოებით 1-2 თვის შემდეგ. მე და ვლადიმერ ილიას ძე ზუსტ პასუხს ველით თქვენგან. ამერიკა 1921 წლის დამდეგს ცენტრალურ კომიტეტში მომწიფდა აზრი საქართველოს გასაბჭოების რეალური შესაძლებლობის შესახებ. საქართველოს შემოწრის საბაბად გამოიყენეს ლორეს ბორჩალოს მაზრის ნაწილის ნეიტრალურ ზონაში შექმნილი ვითარება, რომელიც სადავო ტერიტორია იყო საქართველოსა და სომხეთს შორის და იქ ბოლო 13 თვის მანძილზე ქართული გარნიზონი იდგა. კავბიუმ რომ იგი საომარი ოპერაციების, იგივე ვითომდაც აჯანყების დაწყების ადგილად შეარჩია. კავბიუმ რომ უთუოდ იმასაც ითვალისწინებდა, რომ ნეიტრალურ ზონაში ქართული ჯარების ყოფნის ოფიციალური ვადა იყო 21 წლის 13 თებერვალი. ამ დღის შემდეგ ქართული ჯარი ზონიდან გამოვიდოდა და მაშინ ეგრეთ წოდებული აჯანყების საბაბიც გაქრებოდა. ამგვარად აჯანყების ადგილის შერჩევამ მისი დაწყების დროც განაპირობა. აჯანყება, რომელიც 11 თებერვალს დაიწყო ბორჩალოს მაზრის სომხურ და რუსულ სოფლებში, მთელ ნეიტრალურ ზონას მოედო და საქართველოს ტერიტორიაზე წითელი არმიის ჯარების შემოჭრის საბაბი გახდა. 1921 წელს 15 თებერვალს სტალინი ორჯონიკიძეს აცნობებდა. ტექსტი იყო რუსული ასოებით, ვითომდაც შიფრი, ქართული სიტყვები. ახლავე შეუტიე დასტურია აიღე ქალაქი. ხოლო ვისგან იყო დასტური, მე მგონი ნათელია. 16 თებერვალს, ესე იგი საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ, საქართველოს საზღვრებს გარეთ შეიქმნა საქართველოს რევკომი, რომელმაც საბჭოთა რუსეთის სამხედრო დახმარება მოითხოვა. ამ დროს კი წითელი არმია ომის გამოუცხადებლად უკვე შესული იყო საქართველოს ტერიტორიაზე. წითელ არმიას, რომელიც საქართველოს ყველა მხრიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან უტევდა, საქართველოს უბრძოლოდ არ დაუკავებია. მას მედგარ წინააღმდეგობას უწევდა საქართველოს რეგულარული არმია და სახალხო გვარდია. წვავე ბრძოლები გაიმართა ვაზიანში, სოღანლუხში, ყოჯორთან, ტაბახმელასთან, კახეთ-ზაქათალის გზაზე, ოსიაურთან და სხვა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებული მთავრობის 21 წლის აპრილის განცხადებაში ნათქვამია: საქართველოს ყოველი მხრიდან შემოესიან რუსეთის ჯარები, კერძოდ მე-11 არმია, შემდეგ კი მე-8, მე-9, მე-13 არმიები და აგრეთვე ბუდიონისა და ჟლობას კავალერიის ნაწილები. სამხედრო ტექნიკას და მასალას მოკლებული, უმოკავშირეოდ თავის ბედის ანაბარად მიტოვებული საქართველოს, რომელიც არსაიდან დახმარებას არ მოელოდა, ხანგრძლივად ვერ გაუძლებდა რუსეთს. 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. საომარი ოპერაციები 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დასრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში გაიხიზნა. საქართველოს ემიგრანტული მთავრობის ოფიციალურ განცხადებებში, მემორანდუმებსა და მოხსენებით ბარათებში შეფასებულია 1921 წლის თებერვლის მოვლენები. საბჭოთა რუსეთის მთავრობა ბრალი ედებოდა, რომ მან უხეშად დაარღვია დამოუკიდებელი და სუვერენული რესპუბლიკის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი, უგულებელყო მის მიერვე დადებული ხელშეკრულების ძირითადი დებულებანი და დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება რაიმე სერიოზული მიზეზის გარეშე, ომის გამოუცხადებლად. 1921 წლის თებერვლის აქციის ნამდვილი პოლიტიკური შეფასება მოცემულია სტალინის, ტროცკის, ორჯონიკიძის, მახარაძის და ლომინაძის გამონათქვამებში, რაც როგორც ჩანს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოსავალ პრინციპად უნდა მივიჩნიოთ. სტალინი ამას სამხედრო ჩარევას და საქართველოს ოკუპაციას უწოდებდა, ტროცკის სამხედრო ინტერვენციას. მახარაძე 1921 წლის 6 დეკემბერს დაწერილ მოხსენებით ბარათში, რომელიც კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს გადაეცა, აღნიშნავდა: 1921 წლის დამდეგს საქართველოს გასაბჭოების მომენტში აქ ჩვენი პარტიული ორგანიზაციების მდგომარეობა უაღრესად სავალალო იყო და მოხდა ისე, რომ როცა წითელი ჯარების შეტევა დაიწყო, ამ შეტევის მიზნებსა და განზრახვებზე საქართველოში არც ერთმა უჯრედმა კი არა, პარტიის არც ერთმა წევრმა სრულიად არაფერი იცოდა. ამრიგად გამოვიდა შემდეგი: ჯერ ერთი საქართველოს საზღვრებში წითელი ჯარის შემოსვლამ და საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებამ გარედან დაპყრობის ხასიათი მიიღო, რადგან ამ ქვეყანაში ამ დროს აჯანყების დაწყება არც უფიქრიათ იმეს. მეორე, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების დროს ადგილებზე არც ერთი პარტიული უჯრედი არ აღმოჩნდა, ისეთი და არც ისეთი პარტიის ცალკეული წევრები, რომელთაც უნარი ექნებოდათ მოეწყოთ ხელისუფლება და ცხადია ამ საქმისთვის მეტწილად ხელი უნდა მოეკიდათ საეჭვო ან პირდაპირ დანაშაულებრივ ელემენტებს. 1920 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის დივანი ლომინაძე წერდა: ჩვენ რევოლუციას 21 წელს
საქმის დაწყება იმით მოუხდა, რომ საქართველოს წითელი არმიის ხიშტებით დაიპყრო. მართალია, იურიდიულად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ინარჩუნებდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსს, რომელიც ცნო საბჭოთა რუსეთის მთავრობამ 1921 წლის 21 მაისის ხელშეკრულებით და დაადასტურა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1922 წლის კონსტიტუციითაც, მაგრამ ეს იურიდიული ფორმა არ ასახავდა პოლიტიკურ სინამდვილეს. საქართველოში წითელი არმიის ყოფნა ზღუდავდა ქართული ხალხის მიერ თავისი პოლიტიკური ნებასურვილის გამოხატვის შესაძლებლობას. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც. ზემო აღნიშნულ ბარათში ფილიპე მახარაძე მიუთითებდა, რომ გასაბჭოების დროს საქართველოში რამდენიმე ორგანო გაჩნდა. ერთი მხრივ საქართველოს ცენტრალური კომიტეტი და რევოლუციური კომიტეტი, რომლებიც მხოლოდ ნომინალურად იყვნენ ამ ქვეყნის უმაღლესი ორგანოები. მეორე მხრივ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო და სრულიად რუსეთის ცენტრალური პროფსაბჭო და მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭო, რომლებიც ფაქტობრივად ნამდვილი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები იყვნენ. ეს უკანასკნელი ორგანოები უმეტესწილად საქართველოს ცენტრალური კომიტეტისა და რევოლუციური კომიტეტისათვის შეუტყობინებლად უაპელაციოდ წვევდნენ ყველა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხს, რომლებიც უშუალოდ საქართველოს ეხებოდა. საქართველოს კომპარტია რუსეთის კომუნისტური პარტიის შემადგენელი ნაწილი იყო და მთელ თავის საქმიანობას მისი მითითებებით წარმართავდა. ეს ნიადაგს აცდიდა საქართველოს კომპარტიის და ხელისუფლების რეალურ დამოუკიდებლობას, რაც იწვევდა ქართველ კომუნისტთა ერთი ნაწილის, ეგრეთ წოდებული ნაციონალურ უკლონისტების უკმაყოფილებას. ისინი იბრძოდნენ საქართველოს იურიდიულად განმტკიცებული დამოუკიდებლობის შეზღუდის, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისა და ფედერაციის მეშვეობით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლის წინააღმდეგ. არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ნაციონალურ უკლონისტების ეს ცდები განუხორციელებელი აღმოჩნდა, ხოლო ნაციონალურ უკლონისტები შემდგომში მთლიანად გაანადგურეს. ამიტომ სპეციალური კომისია, რომელიც შეიქმნა 1989 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მიერ, საერთაშორისობით მართებულად დაასკვნიდა, რომ საქართველოში ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაპყრობა სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას, ინტერვენციას და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წესწყობილების შეცვლის მიზნით. ეს აქცია მისგან გამომდინარე შედეგებით პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს როგორც ფაქტობრივი ანექსია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობასა და საქართველოს ფაქტობრივ ანექსიას მოჰყვა ქართველი ხალხის სუვერენული უფლებების უგულელყოფა, მას თავს მოახდიეს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები, ეკონომიკური სისტემა, რომლებიც უცხო იყო მისთვის. საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ძალდატანებითი შეყვანის პროცესმა და მთელმა მომდევნო ისტორიამ სავსებით დაადასტურა, რომ საქართველოში საბჭოთა კონსტიტუციით თითქოს და გარანტირებული სახელმწიფოებრიობა, ადამიანის უფლებები რეალურად არ არსებობდა. პირიქით, რაც დრო გადიოდა, ამ ინსტიტუტების შემდგომი გამოშიგნა ხდებოდა. ქართველი ხალხი არასოდეს შეგუებია შექმნილ მდგომარეობას და იბრძოდა დაკარგვებული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. მთელი საბჭოთა პერიოდი სავსეა რეპრესიებითა და ტერორით ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის მიმართ. მაგრამ ეროვნული ძალები არყნიდნენ ფარხმალს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სულ უფრო და უფრო მასობრივ ხასიათს იღებდა. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლამ თვისობრივად ახალი ხასიათი მიიღო. კომუნისტური ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო დათმობაზე ეროვნული მოძრაობის წინაშე, რის შედეგადაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები იქნა მიღებული. 1999 წლის 18 ნოემბერს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მოიწონა საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისის დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა კომისიის დასკვნა და საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის წინაშე დააყენა საკითხის სათანადო შეფასება მიეცა ამ ფაქტისათვის, მაგრამ დღემდე საკავშირო ხელისუფლება სდუმს. 1990 წლის 9 მარტს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ, რომელშიც სხვათა შორის ჩამოყალიბებულია შემდეგი დებულება. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადასტურებს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური უზენაესი საბჭოს კომისიის დასკვნას და აღიარებს, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას, ინტერვენციას და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით ფაქტობრივ ანექსიას. მობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფის საქართველოსათვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებას და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული საქართველოს უფლებების აღდგენას. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად 1921 წლის 21 მაისის
მუშულ გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის 1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ. დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის შესახებ, ვინაიდან 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნის შესახებ საქართველოს მიმართ არაკანონიერია. მაგრამ ეს დადგენილებაც სათანადო ცვლილობის გარეშე დარჩა და მას რაიმე პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. ყოველივე ამან გამოიწვია საქართველოში ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის და საპროტესტო მოძრაობის შემდგომი გააქტიურება. როგორც აღინიშნა, საქართველოს ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც არასოდეს შეწყვეტილა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის შემდგომ პერიოდში, ყოველთვის თავის უმთავრეს მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ოპოზიციური ძალების ყველა დიდი თუ მცირე საპროტესტო აქცია ამ მიზნისაკენ იყო მიმართული. მიუხედავად კრემლის მიერ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკისა, საქართველოში მუდამ არსებობდნენ ლეგალური და არალეგალური ოპოზიციური ჯგუფები, რომელთა ერთობლივი მოქმედებით 1987 წლის დამდეგიდან საქართველოში ფართოდ გაიშალა მასობრივი საპროტესტო მოძრაობა, რომლის კულმინაციაც იყო 1989 წლის 4-9 აპრილის დემონსტრაციები და მიტინგები, ესოდენ ბარბაროსულად დარბეული იმპერიის გამსჯელი ძალების მიერ. პარალელურად საქართველოს ოპოზიციური ორგანიზაციები და პირველ რიგში საქართველოს ჰელსინკის კავშირი ეძებდნენ გზებს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კანონიერების დასაბუთებას. სხვადასხვა სამართლებრივი აქტების პირველ რიგში ჰელსინკის ხელშეკრულების მოშველიებით, რომელსაც საბჭოთა კავშირმაც მოაწერა ხელი. როგორც ცნობილია, ამ ხელშეკრულებით გარანტირებულია ხალხთათვის თვითგამორკვევის უფლების მინიჭება. აქედან გამომდინარე, პეტიციები და მოთხოვნები, რომლებიც იგზავნებოდა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციებში, ხაზს უსვამდნენ ყოველთვის საქართველოს ანექსირებულ მდგომარეობას, ის არასამართლებრივობას და მოუწოდებდნენ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს საკუთარი დემოკრატიული პრინციპების დაცვას. ამასთან დაკავშირებით გაგაცნობთ ყველაზე სერიოზულ დოკუმენტს, დეკლარაციას მიმართულს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისმე და ევროპისა და ამერიკის ქვეყნების მთავრობებისადმი, რომელიც შედგენილ იქნა ჰელსინკის კავშირის ინიციატივით სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად და მიღებულ იქნა 1989 წლის 25 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გამართულ მიტინგზე. ამ დოკუმენტში მოკლე ისტორიული ექსკურსის შემდეგ, რომელშიც მოთხრობილი იყო ფაქტები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, საბჭოთა რუსეთის მიერ მისი ანექსიისა, განცხადებული იყო შემდეგი. საქართველოს ერთიანი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლობას გააჩნია ისტორიული, იურიდიული, პოლიტიკური და მორალურ სამართლებრივი საფუძველი, მოითხოვოს საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. საქართველოს მომავალი მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი იმაზე შეიყვანს თუ არა მას დემოკრატიული სამყარო სოფლიო პოლიტიკის არეალში, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. მიუხედავად იმისა, რომ ვენის შეთანხმების დასკვნითი დოკუმენტი იძლევა ამის გარკვეულ პერსპექტივას, ის მაინც არ წარმოადგენს სრულ გარანტს საქართველოსთვის თავისი უფლებების აღდგენისა, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვების შემდგომ. აქედან გამომდინარე, საქართველოს პატრიოტული ოპოზიციური ძალების თავისუფალი და დემოკრატიული ერთობა მოგმართავთ თქვენ თხოვნით. პირველი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეიქმნა სპეციალური კომისია რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის შესწავლისა და დამტკიცების მიზნით. მეორე, აგრესიის ფაქტის დამტკიცების შემდეგ 1921 წლის 25 თებერვლის აქცია აღიარებულ იქნას ანექსიად, ხოლო საქართველოში საბჭოთა წყობილების არსებობა და საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა შეფასდეს როგორც აგრესიის უშუალო შედეგი და მისი გაგრძელება. მესამე, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტი ჩაითვალოს არარსებულად და ამით შესაძლებლობა მიეცეს ქართველ ხალხს სამართლებრივი და პოლიტიკური ქმედებით მიაღწიოს დამოუკიდებლობის აღდგენას. მეოთხე, ხილებული იქნას აღნიშნული სუვერენიტეტის ფალსიფიცირებული ხასიათი, რაც გამოიხატება მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსის არსებობაში. განისაზღვროს საქართველოს სტატუსი როგორც დამონებული ქვეყნისა, რომელიც იმყოფება კოლონიურ მდგომარეობაში და საქართველოს როგორც თვითმმართველობას მოკლებული ტერიტორია შეყვანილ იქნას საერთაშორისო მეთვალყურეობის სისტემაში. მეხუთე, საქართველოს როგორც დამონებული ქვეყნის დეკოლონიზაციის საკითხი გატანილ იქნას გაეროს შემდეგ ორგანოებში.
ა. უსაფრთხოების საბჭოში, ბ. მეთვალყურეობის საბჭოში, გ. გენერალური ასამბლეის მეოთხე მთავარ კომიტეტში თვითმმართველობისა და მეთვალყურეობას მოკლებული ტერიტორიების საკითხები, დ. მეთვალყურეობისა და თვითმმართველობას მოკლებული ტერიტორიების დეპარტამენტი, e. დეკლარაციების განხორციელებისა და კოლონიალური ხალხებისა და ქვეყნებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების სპეციალური კომიტეტი. მე-6. ამის შედეგად ქართულ ხალხს მიენიჭოს თვითმმართველობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უფლება, როგორც სუვერენულ ერს გაეროს წესდების მიხედვით. მე-7. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოს, რომ მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიის ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის ფაქტის განხილვა წარმოადგენს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეებში ჩარევას, პირიქით ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც ველიკორუსული საბჭოთა აგრესიული საგარეო პოლიტიკის მხილება, როგორც ეს იყო ავღანეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის მხილების შემთხვევაში. საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იქნება სამართლიანობის დიდი გამარჯვება ზოგად საკაცობრიო საერთაშორისო ასპარეზზე, რამდენადაც ერთა შორის ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება გულისხმობს ადამიანთა და ერთა უფლებების სრულ უზრუნველყოფას სოფლიო სამართლიანობის საფუძველზე და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე. და ამ დიდ მადლს ეზიაროს ყოველი ერი და ყოველი ადამიანი, რაზეც დამოკიდებულია კაცობრიობის მომავალი განვითარების პროცესში ზნეობრივი პოლიტიკური პრინციპების გამარჯვება და დამკვიდრება. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი 25 თებერვალი 1999 წელი. 1999 წლის თებერვალში და მაისში ეს დეკლარაცია და მასზე დართული პეტიცია 20,000 კაცის ხელმოწერით გადაეცა თბილისში მყოფ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებს. მართალია გაეროსა და დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს უშუალოდ არ გამოუხატავთ თავიანთი რეაქცია აღნიშნულ პეტიციაზე, მაგრამ 4-9 აპრილის ისევე როგორც 4-9 აპრილის პეტიციებზე, მაგრამ იმავე წლის 17 მარტს ამერიკის სენატში განახლდა განხილვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხისა რესპუბლიკელი სენატორის ჯეფრი ჰელმსის მიერ. თავდაპირველად კი ეს საკითხი წამოაყენა 1975 წელს კონგრესმენმა ვაგონერმა, რომელმაც გაანცნო ამერიკის კონგრესს კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას წერილი გენუის კონფერენციისა. ჰელმსმა და უილსონმა მოითხოვეს კონგრესისაგან განხილვა და კენჭის წყლის ჩატარება მიმართვაზე, რომელიც ქართველმა დისიდენტებმა ჰელსინკის კავშირის წევრებმა 1988 წელს გაუგზავნეს პრეზიდენტ რეიგანს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ ითქვა, რომ კონგრესმა კენჭი უნდა უყაროს ამ მიმართვას 2 თვის მანძილზე, აგრეთვე შემდეგ წინადადებებს. პირველი, ხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს ძალისხმევაში, რათა მიაღწიოს თავისუფლების აღდგენას. მეორე, მიანიჭონ მას უფლება თვითგამორკვევისა ჰელსინკის ხელშეკრულების დასკვნითი აქტის შესაბამისად, რომელსაც საბჭოთა კავშირმაც მოაწერა ხელი. მესამე, ხარი დაუჭირონ საქართველოს მოთხოვნას ადამიანის უფლებების დაცვაში, რაც გარანტირებულია ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციაში, რომელსაც აგრეთვე ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირმა. მეოთხე, მოუწოდონ საბჭოთა კავშირის მთავრობას გულისყურით მოეკიდოს საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნას და უზრუნველყოს მისი უფლება თვითგამორკვევისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა. მართალია ჰელსის ინიციატივას შეუერთდა კიდევ რამდენიმე კონგრესმენი, მათ შორის მაკ-კუინი, რომელიც შემდგომში საქართველოში ჩამოვიდა და რომლის ინიციატივითაც აღიმართა დროშა კაპიტოლიუმზე, მაგრამ ოფიციალური კენჭის ყრა საქართველოს საკითხზე ამერიკის კონგრესში ჯერჯერობით კვლავ ჭიანურდება, ვინაიდან ოფიციალური ამერიკა ჯერჯერობით თავს იკავებს საბჭოთა კავშირში შემავალი თვითგამორკვევისთვის მებრძოლი ერების ღია მხარდაჭერისაგან. თუმცა ჩვენი ზღმა რწმენით საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ოფიციალურად გამოცხადება მეტ საფუძველსა და შესაძლებლობას მისცემს უცხოეთის სახელმწიფოებს ჩვენი მხარდაჭერისათვის. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიულ დემოკრატიულ საფუძველზე არჩეულმა საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ, რომლის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები. ამ მიმართულებით უკვე ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად სამართლიან მისწრაფებას საკავშირო ხელისუფლებამ კვლავ ნაცადი იარაღი დაუპირისპირა. ფორმალურად მან არ გააუქმა მიღებული არც ერთი სამართლებრივი აქტი, რომელებით მიზნად ისახავდა საქართველოს რესპუბლიკის რეალური სუვერენიტეტის აღდგენას, მაგრამ საქმით შეუძლებელს ხდის დასმული ამოცანის რეალიზაციას. საკმარისია განვიხსენოთ საბჭოთა კავშირის
კანონები მოკავშირე რესპუბლიკების კავშირიდან გასვლის წესის შესახებ, საბჭოთა კავშირსა და ფედერაციის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე, აგრეთვე მთელი რიგი კანონები ეკონომიკის სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნავია საკავშირო ხელისუფლების წადილი თავს მოგვახვიოს ახალი კაბალური სამოკავშირეო ხელშეკრულება, რისთვისაც ყველა ზომებს მიმართავს, მათ შორის უმთავრესია ეთნოკონფლიქტების ხელოვნური გაღვივება, ეკონომიკური ბლოკადა, საერთაშორისო სამართლით დაგმობილი სხვა მოქმედებანი. ამჟამად ფაქტობრივად გამოუცხადებელი ომი წარმოებს შიდა ქართლში, სადაც ოსი ექსტრემისტები საბჭოთა არმიის ნაწილებთან ერთად ცდილობენ საქართველოს მოსწყვიტონ მისი განუყოფელი ნაწილი, დაარღვიონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი კრემლის ხელმძღვანელობა დღესაც ცდილობს გამოიყენოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ჩვენი ბრძოლის პარალიზებისათვის, რათა გვაიძულონ ხელი ავიღოთ ამ ბრძოლაზე, ხელი მოვაწეროთ ეგრეთ წოდებულ სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ამ მიზნით იმპერიალისტურმა ძალებმა გააძლიერეს ოსი ექსტრემისტების ხარდაჭერა სამაჩაბლოში, კატასტროფული მდგომარეობა შექმნილი თამარაშენში, კეხში, აჩაბეთში, სვერში და სხვა სოფლებში. კრემლის ხელმძღვანელობამ უნდობლობა გამოუცხადა არა მხოლოდ ქართულ მილიციას, არამედ რაც უფრო განსაცვიფრებელია, საკუთარ შინაგან ჯარს, რომელიც თბილისშია განლაგებული, ეგრეთ წოდებულ მერვე პოლკს, და გამოიყვანა იგი ცხინვალიდან. მის ნაცვლად ცხინვალში შეიყვანეს შინაგანი ჯარის სხვა ნაწილები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა მხარეებიდან, დაახლოებით 1500-მდე ჯარისკაცი და 51 ჯავშან ტრანსპორტიორი, რომელთაც ხელმძღვანელობენ მოსკოვიდან ჩამოსული პოლკოვნიკები. ამ უკანასკნელს უნდობლობა გამოუცხადეს არა მხოლოდ ჩვენს მიერ დანიშნულ კომენდანტს, პოლკოვნიკ ეპიტაშვილს, არამედ მის მოადგილეს პოლკოვნიკ უზირნისაც, ვითომაც არაობიექტურობისათვის. ნამდვილი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ისინი უარს ამბობენ ქართველების წინააღმდეგ ტრულ აქციებზე და ოსი ექსტრემისტების მხარდაჭერაზე. ახლად შემოსული შინაგანი ჯარი კი ნაცვლად იმისა, რომ განაიარაღოს ექსტრემისტები, მათთან ერთად დაერია ქართულ სოფლებს, ალყა შემოარტყა მათ და ამზადეს მათ გენოციდს. ყოველი ამის გამო გვალმა მაგიდან მიმართა ცენტრს ულტიმატუმით, თუ ახლოს ხანში არ შეწყდება აგრესია ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ, არ აღდგება სამართლიანობა, დაიწყება პოლიტიკური გაფიცვები ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შავი ზღვის პორტებზე, რაც ჩრდილოეთ კავკასიის და როსტოვის რკინიგზის პარალიზებასაც გამოიწვევს, გაფიცულები შეუერთდებიან საბჭოთა კავშირში მოქმედი საგაფიცვო კომიტეტის მოთხოვნებს. რამ გამოიწვია შიდა ქართლის სიტუაციის ასეთი გამწვავება? როგორც მოგეხსენებათ, 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. მის მონაწილეთა 90.8%-მა დადებითად უპასუხა შეკითხვაზე, თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიიდან მიღებულია დასკვნა, რომელიც ავლენს განსაცვიფრებელ შედეგებს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმისას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზოგიერთი დეტალი, რომელიც დაკავშირებულია არაქართული მოსახლეობის მონაწილეობასთან რეფერენდუმში. გაგაცნობთ ზოგიერთ ციფრებს, რომლებიც ჯერ პრესაში არ გამოქვეყნებულა. დემოგრაფიული მონაცემები აღებულია მოსახლეობის აღწერის 1999 წლის მონაცემების მიხედვით. ახალქალაქის რაიონი, ქართველები 4,3%, სომხები 91,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90%-მა, კითხვას უპასუხა დიახ 97,1%. ანუ ყველა ამომრჩევლის 87,31%. ნინოწმინდის ყოფილი ბოგდანოვკის რაიონი, ქართველები 1,1%, სომხები 99,4%, რუსები 8,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 88,5%-მა, კითხვას უპასუხა დიახ 91,48%. ანუ ყველა ამომრჩევლის 81,8%. წალკის რაიონი, ქართველები 3,3%, ბერძნები 61%, სომხები 28,5%, აზერბაიჯანელები 5,1%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 88,19%-მა, კითხვას უპასუხა დიახ 56,56%-მა, ანუ ყველა ამომრჩევლის 85,16%-მა. დმანისის რაიონი, ქართველები 28%, აზერბაიჯანელები 63,7%, ბერძნები 6,1%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,19%-მა, კითხვას უპასუხა დიახ 99,17%-მა, ანუ ყველა ამომრჩევლის 92,17%-მა
42%. Volnisის რაიონი ქართველები 21%, აზერბაიჯანელები 65%, სომხები 6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 90%, კითხვას უპასუხა დიახ 99%, ანუ ყველა ამომრჩევლის 90.54%. მარნეულის რაიონი ქართველები 6.6%, აზერბაიჯანელები 80%, სომეხი 6.6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97.7%, კითხვას უპასუხა დიახ 98.94%, ანუ ყველა ამომრჩევლის 96.74%. ეს გახლავთ ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რაიონები, სადაც ქართველები უმცირესობაში არიან. სამაჩაბლო ახალგორის რაიონში ქართველები 53.8%, ოსები 44%, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93.15%, კითხვას უპასუხა დიახ 99.48%, ანუ ყველა ამომრჩევლის 92.63%. ცხინვალის რაიონი ქართველები 46%, ოსები 52.4%. რეფერენდუმი ჩატარდა 12-დან 7 საკრებულოს ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამო. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რაიონის ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 65.55%, კითხვას უპასუხა დიახ 99.98%, ანუ ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 64.54%. გარდა ამისა, რომისა და პიყარის საკრებულოს ტერიტორიებზე, რომლებიც მთლიანად ოსებითაა დასახლებული, კენჭისყრა ჩატარდა რომის საბჭოთა მეურნეობის თანამშრომელთა საერთო კრების მიერ არჩეული კომისიის საკუთარი ინიციატივით. 612 ამომრჩევლიდან კითხვას უპასუხა დიახ 607 ამომრჩეველმა. წმინდაც ოსური სოფლები. რეფერენდუმი არ ჩატარებულა ქალაქ ცხინვალში, ჯავისა და ყორნისის რაიონებში. ჯავის რაიონში 5.8 ქართველი ცხოვრობს, ყორნისისაში 35.4. ჯავის რაიონის 474 ამომრჩეველმა, ამათგან 159 ოსმა, ხმამის და საჩხერის რაიონის სოფელ პერევისაში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას. აფხაზეთი მე მგონი საინტერესოა მეგობრებო და თუ არ დაგღალებთ განვაგრძელოთ. სოხუმი ქართველები 41.8%, სომხები 10.3%, რუსები 21.1%, ბერძნები 6.3%, აფხაზები 12.6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67.1%, კითხვას უპასუხა დიახ 96.1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 64.2%. გაგრა ქართველები 28%, სომხები 30.5%, რუსები 23.4%, აფხაზები 9.3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 52.1%, კითხვას უპასუხა დიახ 94.1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 48.98%. გალის რაიონი ქართველები 93%, რუსები 3%, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97.77%, კითხვას უპასუხა დიახ 99.71%, ანუ ყველა ამომრჩევლის 97.39%. გულრიფშის რაიონი ქართველები 52.7%, სომხები 25.3%, რუსები 13.8%, აფხაზები 2.3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 85.35%, კითხვას უპასუხა დიახ 97.95%, ანუ ყველა ამომრჩევლის 83.52%. ოჩამჭირის რაიონი ქართველები 59.2%, სომხები 8.2%, რუსები 5.8%, აფხაზები 33.6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 54.76%, კითხვას უპასუხა დიახ 99.1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 54.1%.
27%. სოხუმის რაიონი ქართველები 44,2%, სომხები 29,4%, რუსები 7,2%, ბერძნები 10,5%, აფხაზები 5%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 60,93%, კითხვას უპასუხა დიახ 99,48%, ანუ ყველა ამომრჩევლის 60,61%. გუდაუთის რაიონი ქართველები 13%, სომხები 15% და 15,5%, რუსები 13,1%, აფხაზები 53,3%. რეფერენდუმი ჩატარდა მხოლოდ ერთ უბანში, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 8,13%, კითხვას უპასუხა დიახ 99,19%, ანუ ყველა ამომრჩევლის 8,12%. ყვარჩელი ქართველები 23%, რუსები 24%, აფხაზები 42%. რეფერენდუმი არ ჩატარებულა. 7,84% ამომრჩეველმა ხმამისთა ქალაქ ოჩამჩირეში კითხვას უპასუხა დიახ 99,19%, ანუ ყველა ამომრჩევლის 7,83%. თლიანად აფხაზეთში 3,47,175 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 61,23%, კითხვას უპასუხა დიახ 97,73%, ანუ ყველა ამომრჩევლის 59,84%. ამრიგად ნათელია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთელმა მოსახლეობამ, როგორც ქართველმა, ისე არაქართველმა, ხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამ მონაცემებით ბათილდება აგრეთვე ყველა ის დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ჩვენი მტრები საზღვარგარეთ საქართველოში არაქართველი ეროვნული უმცირესობების ვითომდაც ჩაგვრისა და დისკრიმინაციის შესახებ. აქედანვე ჩანს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ქართველებთან ერთად ხარს უჭერს არაქართული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა და რომ მითი იმის შესახებ, თითქოს ახალი ხელისუფლების მიზანია არაქართველთა დევნა, კრემლის აგენტების მიერ არის მოჭორილი, რომელთაც თავისი პროპაგანდით მოახერხეს მოტყუება არაქართველთა მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილისა, რომელმაც უარის თქვა რეფერენდუმში მონაწილეობაზე ან უარყოფითი პასუხი გასცა რეფერენდუმის კითხვას. ეს გახლავთ სულ რამდენიმე 1000 ამომრჩეველი მთელს საქართველოში. ჩვენ მადლიერების გზნობით აღნიშნავთ ამ ხარდაჭერას და დიდ მადლობას ვუცხადებთ ჩვენს არაქართველ ძმებს და დებს, რომ არ მიგვატოვეს ამ გასაჭირში და ღირსეულად ამოგვიდგენ ხარში. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს საქართველოში მომხდარი უზარმაზარი მნიშვნელობის პოლიტიკური ფაქტის სამართლებრივ აღიარებას. მას არად მიაჩნია საქართველოს მოსახლეობის ნება, რომლის ესოდენ სრულყოფილად გამოხატვას დღეს მთელი მსოფლიო ეხმაურება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმში გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა.
გამოგწოთ მოხსენება. აკრი ჯერ. ცოტა ძალგაკი. მე მას როცა წავიკითხოთ აქტის მე რობერტ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რათა საქართველოს დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. მართალია, ჩვენ ვაცნობიერებთ იმ განსხვავებას, რომელიც არსებობს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იურიდიულ ფაქტსა და იმპერიის ტყვეობიდან საქართველოს ფაქტობრივ განსავისუფლებას შორის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სამართლებრივი და საკანონმდებლო საფუძველი უმთავრესია ასეთ შემთხვევაში, რათა მოხდეს მსოფლიოს სახელმწიფოთა მიერ საქართველოს დე იურე ცნობა, მისი შესვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამის შემდეგ უფრო შესაძლებელი გახდება საქართველოს დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღდგენა და ცენტრთან მოლაპარაკება საოკუპაციო ჯარების გაყვანის თაობაზე. საქართველოს რესპუბლიკა ავტონომიის შენარჩუნების მტკიცე კონსტიტუციურ საფუძველს აძლევს აფხაზ ხალხს ხოლო აჭარის ავტონომიის საკითხი გადაწყდება ადგილობრივი მოსახლეობის რეფერენდუმით. ძვირფასო მეგობრებო, სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს ღმერთი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გაფორმებას ჩვენ უნდა მივცეთ იურიდიული პროცედურის სახე. ამჟამად გაგაცნობთ პროექტს, რომელიც შედგენილია ჩვენს მიერ და შესაბამისი შენიშვნები და წინადადებებიც გათვალისწინებული იქნება. მოვაწყოთ განხილვა ამ პროექტისა, შემდეგ საბოლოოდ როდესაც მივიღებთ ტექსტს, გამოცხადდება
როგორც დოკუმენტი და ხელს მოაწერს პარლამენტი და მთავრობა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნის დასაწყისში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეგუებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია. საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფილობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფო დღესაც არსებობს. დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააფუძნოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. მის ფარგლებში ვრცელდება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ხელისუფლების უზენაესობა. ყოველი მოქმედება მართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირ მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად. საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში აღიარებს და თანაბრად უზრუნველ ყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას. მიუხედავად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, აღმსარებლობის, პოლიტიკური თუ სხვა წამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა. როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს, რომელიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას
დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება. თოდ გამოთქვა შენიშნული მეგობრებო? არა, შეიძლება დასაკვეთი არ არის, თან. მეგობრებო, ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ეს ის ტექსტია, რომლის მიღებისა და დაცვისთვისაც ჩვენ ვცხოვრობთ. ცხოვრობდით აქამდე და ვიცხოვრეთ მომავალში. ჩვენი საქმე დღეს კი არ თავდება ამ ტექსტთან დაკავშირებით, დღეს იწყება ჩვენ გვერდის ძალიან ხანგრძლივი ბრძოლა მის ცხოვრებაში გატარებისათვის. მაქვს ტექსტთან დაკავშირებით რამდენიმე კონკრეტული დამატება. პირველი გვერდის პირველი აბზაცი. ქართველმა ერმა მე-19 საუკუნის დასაწყისში დაკარგა დამოუკიდებლობა, რო წერია. დასაწყისში დაკარგა მარტო აღმოსავლეთ საქართველო. დანარჩენი საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა გაგრძელდა. ხომ არ ჯობია, კითხვის სახით ვამბობ, ხომ არ ჯობია იმის ხაზგასასმელად, რომ ხელშეკრულებითი საფუძველი არ ჰქონია მთელი საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვას, არამედ ჰქონდა მხოლოდ ერეკლეს მიერ დადებულ პაქტში მის მოექცა იმას, ხომ არ ჯობია თქვათ კონკრეტულად 1801 წლიდან 1870 წლამდე, მგონი 53 იყო თუ რომელი წელი აღარ მახსოვს. აი ხომ არ ჯობია? მე მგონი ჯობია მე-19 საუკუნეში დავწეროთ. მე-19 საუკუნეში, დასაწყისში კი საუკუნეში. ეხლა მეორე. მესამე აბზაცი, რომელიც იწყება ასე. საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფილობით არ შესულა. აი აქ მე მგონი აუცილებელია იმის დამატება, რომ საქართველოს შესვლა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არ დათანხმებია არც ერთი წარმომადგენლობითი ორგანო. არა მარტო ასე ვთქვათ, ხიშტის ქვეშ არჩეული, როგორც მოხდა ბალტიისპირეთში, არამედ საერთოდ. ბალტიისპირეთს ჩვენთან შედარებით ის მინუსი აქვს თავის სტატუსში, რომ იქ მართალია ხიშტის ქვეშ, მაგრამ მაინც უყარეს კენჭი მის შესვლას. ჩვენთან არავითარ წარმომადგენლობით ორგანოს არ უყრია კენჭი, არც ნებით არჩეულს და არც ხიშტით დასმულს. შემდეგ რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიის გარანტიას, მას უნდა მიეცეს საჩიელება მკაფიო და ნათელი ფორმულირება. აი აქ ამ ტექსტში. და ჩემი წინადადება აი ფორმულირება დაახლოებით ასეთი იყო, რა თქმა უნდა მისი დახვეწა შეიძლება. იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზები საქართველოში არიან არა ეროვნული ჯგუფი, არამედ ერი, რომელსაც სხვა ეროვნული ტერიტორია დედამიწის ზურგზე საქართველოს რესპუბლიკის გარეთ არ მოეპოვება და რომელიც თავის ისტორიულ მიწა-წყალზე ცხოვრობს, საქართველოს რესპუბლიკა აცხადებს აფხაზი ერის ეროვნული ავტონომიური სახელმწიფოებრიობის გარანტიას აწდა მარადის. ეს ამ აქტში არ შეიძლება ბატონო, ეს ცალკე იქნება, ცალკე. ეს ცალკე იქნება. ამ აქტში არ შეიძლება, ცალკე გვექნება. კონსტიტუციაში. ცალკე გვექნება. კონსტიტუციაში სადაც ეს ტექსტი გამოცხადდება, აი იქვე უნდა ფიგურირობდეს ის ტექსტი. ეს აუცილებელია. მანუპულაციას. საერთაშორისო ცხოვრებაში
სულ უფრო და უფრო ფეხს იკიდებს აი ამ ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ასეთი აზრი, რომ სუვერენიტეტი დამოუკიდებლობა ეს არის უფრო და ძირითადად ფაქტის, ესე იგი ნების, ხალხის ნების საქმე ვიდრე უფლების, ანუ სამართლის. ეს რა თქმა უნდა ჯერ ერთი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წინ გვექნება უზარმაზარი სამუშაო ჩასატარებელი, რასაც ქვია სწორედ ფაქტიური სუვერენიტეტის მოპოვება, რეალური ფაქტიური შინაარსით ავსება აი ამისთანა სუვერენიტეტისა. რა თქმა უნდა ეს მეორე მხრივ იმასაც ნიშნავს, რომ იურიდიულ მხარეს თავისი და განსაკუთრებული მნიშვნელობა ყოველთვის აქვს. აი ამისთანა ტიპის აქტს, რომელსაც დღეს ჩვენ და საბედნიეროდ ვიღებთ. ამიტომ რა თქმა უნდა ამ აქტს მის ყოველ პუნქტს უნდა შეჯერება, იმიტომ რომ ეს არის ისტორიული დოკუმენტი. და მე რამდენიმე შენიშვნა მინდა წინააღმდეგ უფრო სწორად წამოვაყენო. მესამე აბზაცში პირველ გვერდზე ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მას კონსტიტუცია აქტი დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიულ მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია. ჩემი წინააღმდება არის ასეთი, რომ ეს ფრაზა განგრძობილ იქნას აი ამდაგვარად კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში. ამას აქვს მე მგონი დიახ, შემდეგი წინააღმდება გახლავთ ბატონო? იძულებით ემიგრაციაში. ყოველ შემთხვევაში მოღვაწეობას რო განაგრძობდა, მე მგონი ეს კარგი ისეთი არგუმენტია ისტორიულიც, იურიდიულიც. დიახ, შემდეგ მეორე გვერდზე არის 1-2 მესამე აბზაცი. ცოტა გრძელი წინააღმდებაა და ლაპარაკი იმაზე, რომ თანაბარდ უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებას და თავისუფლებას მიუხედავად რასის, კანის, ფერის, სქესის, ენის და ასე შემდეგ განსხვავებით. ეს ეგ და იგივე იცით და ცოტა ამორფული გამოდის პირველი ნაწილი. ჩემი წინააღმდებაა, ბატონო? ჩემი წინააღმდება გათვალისწინებული ადამიანის ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას მიუხედავად რასის, სქესის, ენის და შემდეგ როგორც ტექსტშია. და მესამე არის ეს უკვე წინააღმდება, რამდენად მოსაწონი და საჭირო იქნება. ყოველ შემთხვევაში ბოლოს წინა აბზაცი თავდება აი ასე, რომ უზენაეს საბჭო აცხადებს, რომ მტკიცე დაეცა სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთა და აღიარებულ პრინციპებს. მე ასეთ წინააღმდეგ მაქვს, რომ აქ შეიძლება ჩაერთოს ასეთი ფრაზა, სანამ დამთავრდება, სანამ დაიწყება მომდევნო უკანასკნელის. ამავე პრინციპებით იხელმძღვანელებს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკებთან ურთიერთობაში. ყველა ხალხი ეგ არის. არა, აქ არის გარკვეული ხაზგასმა. აქ არის ლაპარაკი იმაზე, სწორედ იმაზე, რა მიგვაჩნია ჩვენ, მე მგონი ბატონო თავმჯდომარე მიხმარა ერთხელ ორი საზღვარგარეთი, შორეული და ახლობელი. მას როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ქვეყნებზე, რომელთანაც გვექნება ყველასთან აი ასეთი კორექტული, ეკონომიკური, კულტურული და ასე შემდეგ ურთიერთობები, იქ უგულისხმება საბჭოთა კავშირის შემავალი რესპუბლიკები. რომ დღეს ჩვენი სტატუსი ამ ხრივ ჯერ კიდევ მხოლოდ ქაღალდზე. მადლობთ. ეგ არ მუშაობს. მეგობრებო, კიდევ ერთი დამატება არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გთხოვა, ესე იგი აი 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევა და თავის მიერვე ცნობილ დამოუკიდებელ საქართველოსზე შეიარაღებული აგრესიის გზით. ესე იგი რომ თავის მიერვე იყო ცნობილი, ეს ჩაუმართეთ. მე მგონი მისაღები შენიშნაა. მე მგონი აქ უნდა იყოს ვინაიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ჩაუმატეთ, დიახ. საქართველოს და რესპუბლიკა. კი ბატონო, რესპუბლიკა ჩამატებულია. მეორე აბზაცი შეიძლება. აქ წერია ესე. რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველოს 20 წლის მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.
რამდენად მე ვიცი, ესევეა ანალოგიურად ლიტვის იმაში დეკლარაციაშიაც. მხოლოდ ლიტვას ცნობილია, რომ არავითარი სისხლისმღვრელი ომები არ უწარმოებია და ამიტომ მე მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ აი ესეთი რედაქცია იქნება. ხელშეკრულება და სისხლისმღვრელი დაუნდობელი ომის შედეგად მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. იმიტომ რომ მოკლედ აღნიშნავ. არა, შეიარაღებული აგრესია კი მეტყველებს, მაგრამ ესე სხვა რესპუბლიკას ეს უკვე აქედან თუ არ გამიგებს. აკო. გაიგებსაც არ უნდა. ახსოვს იქნა აღნიშნული, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში დიდ ყურადღება ექცევა იურიდიულ ფაქტზე შეიძლება მეტად ფაქტიურ მდგომარეობას. და ფაქტიური მდგომარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია შენი ტერიტორიის ფლობა და განგებლობა. რამდენად ეფექტურად ახერხებ შენ მართოს შენი ტერიტორია, რომელზეც პრეტენზია გაქვს იყო დამოუკიდებელი. ამ ხრივ შეიძლება არც ერთი რესპუბლიკა თვით რუსეთის ჩათვლით არ არის ისე მართული ჩვენი მთავრობის მიერ და ჩვენი ხელისუფლების მიერ, როგორც საქართველო. ეს ჩვენი დიდი პლუსია და იქნებ ესეც სადმე იქნეს დაფიქსირებული. როგორც ჩვენი არგუმენტი პრეტენზიისა სახელმწიფოს აღდგენის. შეიძლება როგორც მოგიხსენებათ მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციამ დაიპყრო საქართველოს ტერიტორია, საქართველო დაკარგა თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი 41,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და 800,000 მოსახლით. ხომ არ იქნებოდა მართებული, რომ რაღაცნაირად აი აქ მეოთხე აბზაცში მიგვენიშნები. ეს უკვე ისტორიის მოთხრობა გამოვა, არ გვინდა. დამოუკიდებლობის აქტი ეგარ შეიძლება. ეს არის აქტი. ეს შეიძლება და მოხსენებაში მეთქვა მე დამავიცი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ მოხსენება, სადაც მშვენივრადაა დასაბუთებული, რომ 7 მაისს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო მეგობრული იყო და ჩვენ ვამბობთ სამშვიდობოს. მეორე აბზაცში ეხება საქმე. სამშვიდობოს რო ვამბობთ, მაინცსა და მაინც უფრო იგულისხმება, ვითომ ჩვენ მათთან საომარ მდგომარეობაში ვიყავით. ამიტომ მიმაჩნია, რომ ბატონი ზვიადის ფორმულა წარმოდგენილი მოხსენებაში მეგობრული თუ საჭირო შემზღუდველი თუ არა და იყოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება. მეორე შენიშვნა შეეხება პირველი აბზაცის ერთ ადგილს. კითხულობ მას. ქართველი ხალხი არასდროს შეგუებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. შემდეგ მოსდევს 1918 წლის 20 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შუაში მინდოდა თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებოდით, ჩამემატებია ერთი მოკლე წინადადება. ეს ყველაფერი კარგია, ქართველი ხალხი რომ არასდროს შეგუებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, მაგრამ ერთ რამეზე უნდა გაკეთდეს ალბათ აქცენტი. 1801 წლიდან ვიდრე 1918 წლამდე საქართველოში ისეთი მძლავრი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა გაიშალა, ჩამოყალიბდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგია, რომ ამაზე აქცენტის გაუკეთებლობა ამ დიდებულ დოკუმენტში ალბათ სწორი არ იქნებოდა. ამიტომ მე ვთხოვდი თუ შეიძლება ასეთი ფორმულა წარმოადგინოთ. ქართველი ხალხი არასდროს შეგუებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. თავის სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის მან ესე ქართველმა ხალხმა მძლავრი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა გაშალა 1801-1918 წლებში. ბოდიში. ეხლა მეგობრებო, საბოლოოდ მაინც უნდა გითხრათ, ესე იგი
ეს არ მგონია მიზანშეწონილად ბატონმა განაცხადა იმ ეს ისევ ისტორიის მოთხრობა გამოდის. ეს თავისთავად და აი ეს ინადადება კი მიუხედავად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის ეს მე მგონი ტავტოლოგიაა და ეს უნდა ამოვიღოთ. ეს არ არის საჭირო. ესე იგი ასე იქნება ფორმულირებული საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაეროს წესდება და სხვა. აი ეს მე მგონი ამოსაღებია. ერთი პატარა. აი ახლა რომ იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ არასოდეს შევგვევივართ სახელმწიფოების დაკარგვას. ხომ არ ჯობია რომ სიტყვა დაკარგვა, რომელიც გაუქმებას ან არასდროს შეგვევია მისთვის სახელმწიფოებრიობის წართმევას. წართმევას მართალია. ანა გაუქმებას. და მისთვის ბატონო თავმჯდომარე, ჩვენთვის 9 აპრილი ეს იყო ქართული ცნობიერების, ქართველი ხალხის და მთლიან სრულად საქართველოს გმირული აქტი და ხო არ ჯობია სიტყვა ტრაგედია ამოვიღოთ ამ ტექსტიდან და იქ სადაც აღნიშნულია სისხლიანი ტერორი, უბრალოდ აღინიშნა ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლილებაც იყო 1899 წლის 9 აპრილის დაღვრილი სისხლი. და ტრაგედია ამოვიღოთ სიტყვა. ტრაგედია იყო როგორ არის არა გასებით ნიშნავს. კარგი ბატონებო, მას ესე იგი შევთანხმდით, ესენი ამოღებულია ჩამატებები და რომელი? არა იყო სტაკატო. სირფასო მეგობრებო. ბოდიში. სამშვიდობო იყო კი. საბრძოლების მოქმედების შემდეგ იყო. სამშვიდობო იყო კი. ბატონო, სირფასო მეგობრებო. პირველ ყოვლისა მინდა ყველა ქართველს ბატონ ზვიად განსახურდიას მეთაურობით მიულოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე და ამ დიდებული აქტის მიმართ, რომელსაც დღეს ვიღებთ, ორიოდე შენიშნა გაუკეთო. მე ბატონო ზვიად წინადადება შემოვეს, რომ პირველი გვერდის მესამე აბზაცში საბჭოთა მაგერა ჩაიწეროს საბჭოთა იმპერია. და თქვენ მოგეხსენებათ 10 წლების მანძილზე ეს წეული იმპერია სოფლიოს თვალში ნაცარს აყრის და ამტკიცებს, რომ არსებობს თითქოს საბჭოთა სოციალისტების კავშირი, ასეთი არ არსებობს. ამიტომ შეიცვალა საბჭოთა იმპერია. შემდეგ ასე მეოთხე ესე იგი აბზაცში საბჭოთა კავშირი შეიცვალა საბჭოთა იმპერია. და აქვე მე უჭერ ხარს ბატონ რუსლაის წინადადებას, რომ სიტყვა ტრაგედია ამოღებული იქნას ამ ტექსტიდან, რადგან შეიძლება ტრაგედია მოხდეს ქვანახშირის მაღაროებში, რკინიგზაზე, მაგრამ ეს ხო შეგნებული გენოციდის სისხლიანი იმპერიისა. ამიტომ ტრაგედია შევცვალოთ ხესური ხოსაჟრები. და ბოლო ესე იგი აბზაცში, სადაც ლაპარაკი არის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა იქნება ჩვენი უშიშროების მტკიცე გარანტია, დაემატოს მტკიცე და საიმედო გარანტია იქნება. იგივე. ბატონო მიკროფონთან მივზანდით მიკროფონი. არ მუშაობს. ჩართეთ მიკროფონი არ? არ მუშაობს? ეგ არა. მოვზანდით აქ. აქეთ მოვზანდით. აკოცია. მეგობრებო, დღეს ისტორიული მომენტია და ნუ ძაწვრილმანდებით. ეს არის ისტორიული აქტი. ახლა საქართველოს მთელ ისტორიას ვერ მოვიტანთ აქ. და საბჭოთა კავშირი თუ იმპერია აქ სხვადასხვა ცნებები არ არსებობს, მაგრამ ეს არის ისტორიული აქტი. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო საქართველოს ძალით შეყვანილი და არა ჩვენ ვიცით, რომ ეს იმპერია, მაგრამ ეს არის აქტი, რომელსაც იურიდიული სახეც აქვს, გასაკვირველია. ეს ერთი. მეორე, 9 აპრილი იყო ტრაგედია. საქართველოს ერისათვის იყო ტრაგედია. და ამას ნუუარყოფთ, ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო და საქართველო. ამიტომ ამ სიტყვასაც ნუ ამოვაგდეთ. და ბოლო, მოდით დავამთავროთ აი ამაზე, ესე იგი ამ ტექსტზე ლაპარაკი. ეს არის ისტორიული დოკუმენტი. ის შენიშვნები, რომელიც იყო, შეიტანს სარედაქციო კომისია და გაუმარჯოს თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს.
ძვანი არა გოგეცა. აგრონი მოგიწევს. კენჭი უყაროთ მეგობრებო. ფეხი დამდგარეთ. ეხლა ის დაბეჭდავენ, ესე იგი ის ტექსტი დაბეჭდონ ამასობაში, ხო. გვარი სახელით არის დღევანდელი ის. აგრეგიტე რო. ჩვენ ვაცვლობთ მხოლოდ მათ ნებას. ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ, რომ ღმერთმა გვარგუნა ეს მისია. ამაზე დიდ რამეს ჩვენ ვეღარასოდეს ვეღარ შევძლებთ. ამაზე დიდ დღე ჩვენ აღარასოდეს აღარ გვექნება. ამ დღით ვიცოცხლებთ ალბათ.
სანამ ვისაუბრებდე კონკრეტულად იმ კანონპროექტზე, რომელიც გამოგვაქვს, მე მინდა ისა დავაზუსტო ერთი რამ აფხაზეთის შესახებ ითქვა, გარანტია არის სრული და ცალკე ბატონო ნოდარის შენიშვნა ეს გაკეთდება, კანონი მზადდება, ალბათ მომდევნო სესიისთვის მოესწრება საქართველოში ეროვნული უმცირესობების და ერების და ასე შემდეგ უფლებების შესახებ, სადაც აფხაზეთის შესახებ განსაკუთრებული პუნქტი იქნება, ალბათ აღნიშნული განსაკუთრებულ პუნქტად. ეს ალბათ საუკეთესო ფორმა იქნება ამის. ამას მომდევნო სესიაზევე მოესწრება ეს. ეხლა რაც შეეხება იმ დადგენილების პროექტს, რომელიც უნდა გაგაცნოთ. ჩვენ გადავდგით უდიდესი ნაბიჯი, ჩვენ შეიძლება ითქვას, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი სახელმწიფო დღეს. ამას აღარაფერი აღარ დაუდგება უკვე. ამდენად ჩვენი ღმერთმენით სახელმწიფოს უნდა ხალხის მეთაური. თქვენ იცით, სადღეისოდ ამ მოვალეობას ასრულებს პრაქტიკულად თუ ვიტყვით უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. მაგრამ ცივილიზებულ ყველა ქვეყანას ყავს სახელმწიფოს მეთაური, რომელიც განასახიერებს ამ სახელმწიფოს პიროვნულად. ის ლაპარაკობს ამ ქვეყნის სახელით, ის პასუხისმგებელია ამ ქვეყნის ბედიღმლისათვის და პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად არის გარანტი ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის და საერთოდ ქვეყნის სტაბილურობის თავისთავად. თქვენ იცით, მე ტრადიციონალისტი გახლავართ, მონარქიის მომხრე ამდენად, მაგრამ ისიც გასაგებია ყველასათვის, რომ მონარქია როცა მოვა მისი ჟამი, ის მოვა ხალხის სურვილით, რეფერენდუმით და სადღეისოდ ესეთი რამ მე ვფიქრობ გაართულებდა მხოლოდ სიტუაციას, ჩვენ არც ვითხოვთ ამას. ჩვენი ღმერთმენით საქართველოს რესპუბლიკას უნდა ჰყავდეს პრეზიდენტი არჩეული ხალხის მიერ, გამომხატველი ამ ხალხის ნების და პასუხისმგებელი მისი ბედისათვის, მისი და ამ ქვეყნის. მეთაური უნდა ჰყავდეს ჩვენ ქვეყანას უზენაესი ხელისუფალი. აი სწორედ ამას ეხება ეს პროექტი, რომელიც გამოგვაქვს თქვენ სამსჯავროზე, ეს მოკლე არის და შემდეგ ვთხოვთ, რომ დავამტკიცოთ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტის დაწესების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო წყობილების სრულყოფის, ქვეყნის სუვერენიტეტის, მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და უშიშროების განმტკიცების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს. პირველი, მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტის დაწესება. მეორე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიამ შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებანი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. ერთადერთი რაც შენიშვნა აქ შეიძლება იყოს, მე მგონი ის არის, რომ ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. რაც შეიძლება სწრაფად. და უნდა გაისაჯოს საამისო ჩვენი კომისია. მე მგონი ეგ არის. დანარჩენი რა ვიცი. ბატონო, არა ეს კანონი როცა მიმოვიდა. სადა კორექტორული თავისუფლებები ცნება ეგ იურიდიული აზატობანი შეიძლება თუ ბატონო თავისუფლება თუ უფრო ამაზე იქნება სტილისტურად დიახ პოსტი მაინც ავიცი მე მეგონი პოსტი ბატონო კანონი როცა იქნება ეს კანონი ეს ევალებათ რომ კანონი შეიმუშაონ რაც მე ვფიქრობ უახლოესი სესიებისათვის მე მგონი აქ საკამოდ მეახრევა უღაროთ კენჭი ბატონო წინააღმდეგი თავი ვინ შეიკავა ერთსულო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი მზადდება სტამბურად გერბიან ქაღალდზე, რომელსაც ალბათ საათის 4-ისთვის მოიტანენ და პარლამენტის და მთავრობის წევრები მოაწერენ მას ხელს. აქ ამ დარბაზში.